ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტების პირველ ბლოგზე ჩვენ ვიმუშავეთ. ანუ პირველი 35 დავალება მე შეგვედით რომ რუკასაც შევეხებით მეთქი და პრობლემით მე მაქვს დამატებითი კურსი რომელშიც სადაც უფრო ცლად ვახსნი აბიტურიენტებს ნებისმიერ თემას და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვაკითხოთ ამ დროით ასე გავუცდეთ რომ მეგობრებს რომლებიც 2027 წლის აბიტურიენტები იქნებიან გააფრთხილოთ რომ ჩატარები ჩემთან უკვე დაიწყო. აბა დავიწყოთ რუკაზე მუშაობა. ეროვნული გამოცდების ტესტების მეორე ვარიანტი გადავწყვიტეთ ჩვენოთ ეგ არის რუკა, რა თქმა უნდა, რუკას რომ ნახავთ პირველ რიგში დავაკვირდეთ მასზე ლეგენდებს, რუკის პირობით აღნიშნულებში რომ წერია, რომელს ეხება ეს რუკა და ლეგენდების გაცნობის შემდეგ გადავიდეთ უკვე შეკითხვებზე. კარგი იქნება რომ შავ სამუშაო ფურცლებში მხარები რო რა გვერიოს გავაკეთოთ ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთის ესე ვთქვათ ჩანაწერი, რომ ვიცოდეთ ხოლმე უფრო კარგად რო გავერკვეთ, ზოგჯერ რაღაცა ადრე რუკას ახდას ზოგჯერ ეს და ეხლა აღარ ახლავს და ესეთ რაღაც გავაკეთოთ. ეხლა მოდი მარტივად რაც შეიძლება მოკლე დროში ჩავატიო ამაზე ვისაუბრებ და ნარჩენი ვცლეთ როგორც გითხარით შეგიძლიათ მე გქონდეს ჩვენთან მეცადინეობა. არის ესეთი შეკითხვები რომელიც სახელმწიფო სამხედრო მოქმედებები ასახული რუკაზე. საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის, საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის, საფრანგეთის პირველი იმპერიის, საფრანგეთის სამეფოს, ანუ ესეთი ვარიანტები არის. და როგორ უნდა მივიდეთ სწორ პასუხამდე. პირველ რიგში შევხედოთ რუკაზე მოცემულ თარიღებს, ხედავთ რომ 1806-7 ეს წლები, რომელსაც გიჩვენებთ 9 და ასე შემდეგ არის მე-19 საუკუნის დაწყისი ნაპოლეონ ბონაპარტეს ეპოქა, ანუ ნაპოლეონის ომები. ახლა ჩავთვლით ისტორიული ცოდნა, რა ერქვა საფრანგეთის ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში 1814-15 წლებში ერქვა თავი იმპერატორად გამოაცხადა, რა თქმა უნდა, შესაბამისად ქვეყანას საფრანგეთის პირველი იმპერია ერქვა. შესაბამისად ძალიან მარტივად მივედით პასუხამდე, რომ ეს არის იმპერია, საფრანგეთის პირველი იმპერია, ანუ G პასუხი. ახლა რატომ არის დანარჩენი სამი მცდარი? გამორიცხვის მეთოდს თუ გამოვიყენებ, თქვა და არ ვახსოვს. საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა შეიქმნა ბევრად გვიან მე-19 საუკუნის ბოლოს 1870 წელს, ამიტომ ა პასუხი ვერ იქნება. საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა მიარსება სულ ცოტა ხანს მე-19 საუკუნის შუაში 1858-52 წლებში და ესეც ვერ იქნება სწორი პასუხი. და ბოლოს საფრანგეთის სამეფო ამ წლებში 1806-9 წლებში საფრანგეთის მონარქია უკვე დამხობილი იყო, რევოლუციის მიერ ნაპოლეონი კი მეფე კი არა იმპერატორი იყო და ამიტომ ეს გამოვიწყეთ. გადავიდეთ ახლა მეორე შეკითხვაზე, რუკაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკური წარმატების შესახებ. ახლა როგორ მივიდეთ სწორ პასუხამდე. მოდი დავიწყოთ 10, ხო? ესე იგი, შეუტია ოსმალეთის იმპერიას და კუნძული კრეტა დაიკავა. თუ რუკაზე დავაკვირდებით ამ ნაწილს, შევხედოთ კუნძულ კრეტას სამხრეთ ნაწილს, ეს სამყაროს კუნძული კრეტა, ანუ თურქეთის სამხრეთით. მასე არანაირი საფრანგეთის სამხედრო ისარი არ მიდის და არც აღებულ ქალაქს გვიჩვენებს რუკა. შემდეგი პასუხი იყო დალაშქრა ესპანეთი და სახელმწიფო საფრანგეთს შეუერთა. თუ დავაკვირდებით ესპანეთს, რა თქმა უნდა, მიდის ისრები ესპანეთისაკენ, ჩვენ ხედავთ დალაშქრის ისრები, მიდის ესპანეთისაკენ 1807 წლებში, მაგრამ ქვეყანა შეფერილია ვარდის ფრად და არა საფრანგეთის ფრად, შესაბამისად საფრანგეთს ეს არ შეერთები ეს ტერიტორია. შემდეგ არის G, ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის არმია და წაართვა ტერიტორიები. ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის არმია 1807 წელს ის არის რუსეთის საზღვრამდე მიდის, როგორც ხედავთ ჩვენ, გასაგები აქვს, მაგრამ თავად რუსეთის იმპერიის, ანუ ყავისფერი ზონა არის რუსეთის იმპერია, შიგნით ტერიტორიების წართმევა ან შეფერილობის ცვლილება რუკაზე საერთოდ დარჩა, შესაბამისად ეს გამორიცხულია და გამორიცხვის მეთოდით დარჩა ესე იგი D აწარმოა სამხედრო კამპანია და აიღო ქალაქი ბერლინი. ესე იგი ეხლა ეს რახან სწორი არის, მაინც გამორიცხვის მეთოდის გარდა რატო არის კიდე სწორი, ამას მივაქციოთ ყურადღება. თუ დავაკვირდებით მწვანე ისრებს, რომლებიც საფრანგეთიდან გადის და ჯარის წასვლას აღნიშნავს 1806 ის არის შედის პრუსიის ტერიტორიაზე და მიდის პირდაპირ ბერლინთან. ბერლინის გვერდით ხედავთ მწვანე ალამს, აქ ეს მწვანე ალამი კიდევ როგორც ვიცით აქ აღნიშნავს აღებულ ქალაქებს რუკის ლეგენდის მიხედვით. შესაბამისად საფრანგეთმა აწარმოა კამპანია და აიღო ბერლინი. დღეს შეგიძლიათ დავასრულებთ საუბარს მეცნიერებში. ჩავედებით, წარმატებებს გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ რჩევების გათვალისწინების უკეთესი ვარიანტი არის ამ ჩემთან პერსონალურად დაკავშირება აბა თქვენიცით.